მოგესალმებით, ეს ნეთორარჩია, მე კიდევ ამარხის შემქმნელი ოთარ გიორგაძე ვარ და მოდით დავიწყოთ. წინა ვიდეოში მე მქონდა საუბარი ქსელური მარკეტინგის ისტორიაზე, თუ როგორ დაიწყო ეს უზარმაზარი ინდუსტრია. დღეს მე ვისაუბრებ მიზეზებზე, თუ რატომ არ იღებენ გადაწყვეტილებას ადამიანები ეგრევე შეხვედრის შემდეგ, რომ დაიწყონ ქსელური მარკეტინგის ბიზნესი. მოდით დავიწყოთ პირველ რიგში ყველაზე გავრცელებული მიზეზებით. ყველაფერი კარგია, მინდა დაწყება, მაგრამ ფული არ მაქვს, დრო არ მაქვს, მაგრამ არ ვიცი ეს საქმე გამომივა თუ არა. მოდით ჩავშალოთ თითოეული. ფული არ მაქვს, ერთი მხრივ რომ დავფიქრდეთ, ძალიან ლოგიკური მიზეზია. იმიტომ რომ გადადებული თანხა არავის არ აქვს, ესე ცალკე, ძირითადად. მაგრამ მეორე მხრივ არის ალოგიკური მიზეზი. იმიტომ რომ როცა რაღაცა გინდა ადამიანს და მართლა ძალიან გინდა, აუცილებლად შეულობ მისთვის თანხას. მე როცა ამ საქმეს ვიწყებდი, ესე მთლიანი ფული არ მქონია. ნაწილი მქონდა და ნაწილი ვისესხე და მალევე დაუბრუნე შემდეგ ადამიანს. ეს მარტო ჩემ შემთხვევაში არ ყოფილა. ადამიანის 90% როცა იწყებენ საქმეს, ის მათ ამის გაკეთება უწევთ. ან სესხება, ან ვიღაცის დახმარებით გარკვეული თანხის დამატება. თან ეს თანხა გეგონებათ ახლა რაღაც უზარმაზარი. ყველაზე მცირე სტარტისთვის არის საჭირო $130-დან $300-მდე. როცა ეს საქმე ეთავაზება ადამიანს, სწორედ იმიტომ ეთავაზება, რომ ფული არ აქვს და სურვილი აქვს რომ შემოსავალი შექმნას. მაგრამ მას რომ ფული ქონოდა, ეს საქმე ცოტა სხვაგვარად შეეთავაზებოდა. უბრალოდ ბიზნესის პროდუქტიდან გამომდინარე შეეთავაზებოდა, იქნებოდა მომხმარებელი. ამით რისი თქმა მინდა ახლა, რომ ამ ბიზნესში მოდის ორი კატეგორიის ადამიანი. პირველი, ვისაც საქმის დაწყება უნდა და შემოსავლების შექმნა, მეორე, ვისაც აქვს მცირე ბიზნესი. აქ ბიზნესში წარმატებული ადამიანი უბრალოდ გახდება მომხმარებელი. მაგრამ რომც ბიზნესით დაინტერესდეს რა აწყენს, ანუ სადმე მზარდ საქმეში რომ რაღაცა კვერცხი ჩადოს. საერთოდ ბიზნესმენს 4 შემოსავალი მაინც უნდა გქონდეს. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანს მართლა ფული არ აქვს და იძახის ასეთ რამეს, რომ მე მოვიძიებ თანხებს და როგორც კი მოვიძიებ, დავიწყებ. მაგრამ ასეთი ხალხის მხოლოდ 10% იწყებს შემდეგ. ასე რომ თქვათ, ფულში არ არის პრობლემა. მთავარი პრობლემა არის გადაწყვეტილებაში. საერთოდ ამ მიზეზებს ახლავს ხოლმე რაღაცა უკანა მიზეზები, რასაც ასეთი შემთხვევის დროს ადამიანები არ ამბობენ. არ არიან გულწრფელები და შესაბამისად რჩებათ პასუხგაუცემელი კითხვებივით. დრო არ მაქვს. მოდი ხა ჩემ მაგალითს მოვიყვანო. მე მაგალითად ახლა ვარ სტუდენტი, ამავდროულად მუშაობ დროებით, სანამ აქ საქმეს ვაწყობ და მე არანაირ პრობლემას არ მიქმნის და მაინც გამომდის ეს საქმე. იმიტომ რომ ეს ხომ ბიზნესია. აქ ხომ უფროსი არ ყავთ და თქვენ განაგებთ თქვენს დროს. არიან ადამიანები, ვისაც მართლა მთლიანად აქვთ დაკავებული დრო. და ეს კარგია, რა თქმა უნდა, თუ თავისი მიზნისკენ მიდიან და გაცნობიერებული აქვთ ეს და ამას რატომ ვიძახი, რომ ხშირად არ აქვთ ხოლმე გაცნობიერებული. რისთვის იბრძვიან და რა შედეგს მოელიან ამ კონკრეტული ინფორმაციით, რაც ახლა აქვთ. დრო არ მაქვს მიზეზის უკანაც ხოლმე დგას სხვა ცალკეული მიზეზები. არ ვიცი გამომივა თუ არა. ადამიანი ვერასდროს ვერ გაიგებს გამოუვა თუ არა, თუ არ გააკეთა და თუ არ დაიწყო. თან შენ აქ მარტო არ ხარ. შენ გასწავლიან გამოცდილი ადამიანები, როგორ აკეთო ეს საქმე. და შენ თუ გაითვალისწინე მათ რჩევებს, გამოგივა. თუ არა, არა. მე ეს არ მიფიქრია ამ საქმეს, როდესაც ვიწყებდი, რომ გამომივიდოდა თუ არა, რადგან ვიცოდი, რომ მოვიდოდი, მასწავლიდნენ ადამიანები და მართლაც როცა დავიწყე, მოვისმინე, დავიწყე კეთება, შედეგი ვნახე. თუ ადამიანს მაინც ეპარება ეჭვი, მოდით ასეთ რამეს ვიტყვი, რომ რა ჯობია ადამიანმა დაიწყოს, არ გამოვიდეს და საკუთარ თავთან იყოს მართალი, რომ მართლაც არ გამოვიდა, თუ არ დაიწყოს, არ გააკეთოს და შესაბამისად არ გამოუვა და შემდეგ დაინახოს ადამიანები, ვინც ამ კონკრეტულ საქმეში აღწევენ წარმატებას და შემდეგ ინანოს რატომ არ გააკეთა.
და წარმოიდგინეთ, ეს მიზეზები მხოლოდ ქსელურ მარკეტინგში არ არის. ეს ყველა საქმეში ასეა და ადამიანი აჯერებს საკუთარ თავს იმას, რომ მას ფული არ აქვს, დრო არ აქვს, ან ეს საქმე არ იცის გამოუვა თუ არა, რაშიც რეალურად ხედავს პერსპექტივას და შემდეგ არ აკეთებს ამას, ხარშავს მხოლოდ საკუთარ თავში და კლავს თავის ხედვას მომავალ თავის ცათამბჯენზე. იმიტომ რომ ეშინიათ რომ ფულს დაკარგავენ, იმიტომ რომ ეშინიათ რომ დროს დაკარგავენ, ან ეშინიათ რომ ეს საქმე მათ არ გამოუვათ. წარუმატებელ და წარმატებულ ადამიანებს შორის არის ერთი საერთო. ორივეს ეშინია, მაგრამ წარმატებული ადამიანი შიშის და მიუხედავად მაინც დგავს ნაბიჯებს, მაინც აკეთებს საქმეს, მაგრამ წარუმატებელი ადამიანს ეშინია და შემდეგ ჩერდება. ეს ყველა საქმეში ასეა. მოდით ახლა ტრენინგში არ შევალ. ამ სამი ძირითადი მიზეზის უკან დგას სხვა მიზეზები, რომელიც იყოფა ორ კატეგორიად. პირველი, საკუთარი თავის არმჯერა, მეორე, არ ვიცი რა არის ქსელური მარკეტინგი. საკუთარი თავის არმჯერა მიზეზები გამოწვეულია ხოლმე იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი ფიქრობს, რომ მე საჭირო უნარჩვევები არ მაქვს. როგორც უკვე თქვი წინაზე, რომ ყველაფერს სწავლობთ თქვენ აქ, ანუ ითვისებთ აქ თუ როგორ აკეთოთ ეს საქმე. მოდით ჩამოთვალოთ ახლა მიზეზები. პირველი, გაყიდვები ჩემი არაა. მეორე, ჩემს გარშემო ხალხს ფული არ აქვს და ვერ შევთავაზებ. მესამე, შენ კი, მაგრამ მე არ გამომივა ეს. გაყიდვები ჩემი არაა, რომ იძახიან ხოლმე. პირველ რიგში მიჩნდება ესეთი კითხვა თავში. თუ შენ საკუთარი თავის სწორად გაყიდვა არ იცი, ან შენი გარკვეული საქმის სწორად მიტანა ადამიანამდე, მაშინ როგორ აპირებ სადმე რაღაცაში წარმატების მიღწევას? ყველაფერს ყიდის. ვიღაცა თავის შრომას ყიდის. მაგათად მასწავლებელი თავის ცოდნას ყიდის, ბიზნესმენი პროდუქტს ყიდის და ასე შემდეგ ბევრი რომ არ ჩამოთვალო. ან იმას რომ იძახიან ხოლმე, რომ ჩემს გარშემო ხალხს ფული არ აქვს. რანაირად? ვიღაცაები მიდიან და აიფონები გამოაქვთ განმოდები და შემდეგ იხდიან მას. ვიღაცა მანქანას ყიდულობს. იმიტომ რომ იციან მისი ფასეულობა. რა სარგებელსაც მისცემს მათ. მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ რომ სწორად მიგეტანთ ეს პროდუქტი ან გარკვეული სერვისი? არ იყიდნენ? რომ დაინახავდნენ მის ფასეულობას? ან ბიზნეს არ დაიწყებდნენ? ადამიანი როცა სარგებელს ხედავს, მას იღებს. თანხაში არ არის პრობლემა. ან კიდევ შენ კი, მაგრამ მე არ გამომივა. მე აქ მოვიყვან მე ჩემს მაგალითს. მაგალითად, ჩემთვის რო თქვა 3 წლის წინ, რომ შენ სცენაზე გამოხვალ და ილაპარაკებ, ან პრეზენტაციას ჩაატარებ, ან კიდევ თუნდაც ახლა YouTube-ზე ვიდეოს რო წერ, ტანში ჟრუანტელი დამივლიდა. იმიტომ როგორ თუ მე საზოგადოების წინაშე უნდა წავსდგე, მაგრამ ეს საქმე დავიწყე, არანაირი უნარჩვევა არ მქონია, ყველა უნარჩვევა ავითვისე და ამას დღეს ძალიან თავისუფლად ვაკეთებ. ახლა ვისაუბრებ, არ ვიცი რა არის ქსელური მარკეტინგი მიზეზებზე. პირველი, საქართველოში არ გამოვა, პატარა ბაზარია. მეორე, პროდუქტი ძვირია. მესამე, თუ ასეთი კარგია ჯანმრთელობისთვის, კონკრეტულად პროდუქტების მიმართულებას შევეხები, მაშინ რატომ არ დევს აფთიაქში? მეოთხე, ეს არის ხოლმე რომ პირამიდა ან არალეგალურია. მეხუთე, მე ასეთი რაღაცების არ მჯერავს. მეექვსე, სათავეში მდგომი ადამიანები ყველაზე მეტ თანხებს შოულობენ და მეშვიდე, ეს არის ხოლმე ჩემი ახლობელიც იყო ასეთ თემებში. როცა იძახიან რომ საქართველოში არ გამოვა და პატარა ბაზარია და ამ დროს მათ ეუბნებიან რომ ეს არის ახალი კომპანია, ახლა იწყება და აშკარად ხედავენ რომ მათ გარშემო ინფორმაცია არ არის, ესე იგი ასათვისებელია. საქართველოში ცხოვრობს დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი და თუნდაც აქედან 300 ადამიანს რომ გახდეს თქვენი მუდმივი მომხმარებელი და კომპანიამ თვითონ მათ შეკვეთაში თუნდაც $10 გადაგიხადოთ. თვეში $3000 არ გამოდის? მოდით საქართველოს თავი გავანებოთ. სხვა ქვეყნებში ხომ თავისუფლად გამოვა. გააკეთე იქ. რა პრობლემაა? როცა იძახიან პროდუქტები ძვირიაო, ძირითადად ადამიანები აფასებენ თავიანთი და თავიანთი საახლობლოს საშუალო ჯიბიდან. და
რეალურად პროდუქტი თავისი ფასეულობიდან გამომდინარეობს და ფასიც შესაბამისი აქვს. ეს რომ დადებულიყო დაუშვათ აფთიაქში. ამას რომ იძახიან ხოლმე. ფასი ექნებოდა ბევრად მეტი ვიდრე ახლა არის. თან კონკრეტული აფთიაქის კონკრეტული კონსულტანტი ვერ დაგელაპარაკებოდა იმდენს დაუშვათ რამდენსაც ხა ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ვინც ასეთი ბიზნეს მოდელით ვართ დაკავებული, რადგან მას ძალიან ბევრი რამე ულაგია კიდევ აფთიაქში. და ასეთ ბიზნეს მოდელით გაცლებთ უფრო იაფად ყიდულობ პროდუქტს და წინა ვიდეოებს თუ ნახავთ, გაიგებთ რატომ. და ამავდროულად ინფორმაციას იგებთ სრულად. არალეგალურია ან პირამიდა. ამას იძახიან ხოლმე ძირითადად ისეთი ადამიანები, ვისაც აქვს 90-იანი წლები გამოვლილი. იმიტომ 90-იანებში ყველაზე დიდი ფინანსური პირამიდები შექმნეს ბანკებმა და შემდეგ ნებისმიერი სხვა სახის ასე რომ ვთქვათ, ახლებული მეთოდით საქმის წამოწყება და ფულის შოვნის გზები გონიათ ასეთ ადამიანებს ანუ ამას ამსგავსებენ. მაგრამ ახალგაზრდებში ეს იშვიათად არის და ესეც ცალკეული შემთხვევებია. მე ხა ამ საკითხზე არ ჩავშლი თემას, თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემს მესამე ვიდეოზე, მოусმინოთ და გაარკვიოთ რა არის ფინანსური პირამიდა რეალურად და როგორ შეგვიძლია განვასხვაოთ ის ქსელური მარკეტინგისგან. მე ამჯერა ამ ყველაფერს ვერ ვენდობი. ესეც ძირითადად წინა მომენტიდან გამომდინარეობს და გეტყვით ასეთ რამეს, რომ სამყარო და ყველაფერი თქვენს წინააღმდეგ ვერ მოემართებოდა ფიზიკურად. და რახან ამდენ ადამიანს აქვს რეალურად შედეგი და თქვენ ხედავთ ამას, რომ შედეგი აქვთ, უბრალოდ მოისმინეთ და დაიჯერეთ, მორჩა. ამაზე მე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. სათავეში მდგომი ადამიანები ყველაზე მეტს შოულობენ. ამაზეც მიაკითხეთ ჩემ მესამე ვიდეოს და კიდევ ამაზეც ჩემი ახლობელი იყო მასეთ თემებში და არ გამოუვიდა. ამასაც პირამიდას უკავშირებენ ხოლმე ძირითადად. ან მეორე ვარიანტი, დაიწყო ქსელური მარკეტინგის კეთება, არ აკეთებდა ისე როგორც უნდა ეკეთებინა, შესაბამისად არ გამოუვიდა და რო არ გამოუვიდა, დაიწყო განა იმაზე ლაპარაკი, რომ თვითონ არ გამოვიდა, თვითონ არ აკეთებდა სწორად. არამედ დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ბიზნეს მოდელი არის ცუდი. ამ დროს ყველაზე კარგი რაც შეიძლება გააკეთოთ ის არის, რომ მიაკითხეთ ბიზნესში მის მენტორს და ის გეტყვით ზუსტ რეალობას. აქ რა მიზეზებიც მე ჩამორთვალე, ასეთი მიზეზები იშვიათად თუ გაუჩნდება ადამიანს პირველ შეხვედრაზე. ყველაფერი იწყება მაშინ, როდესაც ადამიანი მიდის შეხვედრიდან აღფრთოვანებული და ფიქრობს, რომ მას ტუზი დაეცა. და ამ დროს რა ხდება? ჩდებიან მრჩევლები. იწყებენ ლაპარაკს ოჯახში, ახლო მეგობრებში და საპირისპიროდ იღებენ საწინააღმდეგო აზრს. როცა ადამიანები ახალ რამეს იგებენ, უყვართ ბევრი შეკითხვების დასმა, რასაც ეს ადამიანი ვერ პასუხობს და შემდეგ, როდესაც ვერ პასუხობს, იწყება იქ. ის ხომ არ არის, ან შენ ეს საქმე არ გამოგივა და ასე შემდეგ. შეიძლება დაცინვაც კი იყოს. რა თქმა უნდა, ეს ბევრი კითხვები გამომდინარეობს მათი მზრუნველობიდან, რადგან სურვილი აქვთ, რომ თავიანთმა ოჯახის წევრმა ან ახლო მეგობარმა არ გაყოს რაიმე შარში თავი. მე მათიც მესმის. და ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანი ითრგუნება და შესაძლოა შემდეგ შეხვედრაზე აღარც მოვიდეს, სადაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღება. ან თუ მოვა, სწორედ ასეთი სახის მიზეზები ექნება, რაზეც მანამდე ვისაუბრე მე. საერთოდ რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ემართება, მაგრამ ესეთი ცალკეული შემთხვევებიც არსებობს. ყველაზე კარგი იმ დროს, როცა ადამიანებს ბევრი კითხვები უჩნდებათ, ვისგანაც მოისმინე კონკრეტულად ამ პიროვნებამ ინფორმაცია, სჯობს მასთან მიიყვანოს ეს პიროვნებები და ყველაფერს უკეთესად გაიგებენ. მე რომ პირველი შეხვედრიდან წავედი სახლში, დავიწყე ლაპარაკი და ზუსტად იგივე სიტუაცია დამხვდა მე რომ დამიწყეს არავინ მოგატყუოს ან რამე, მაგრამ ამას ჩემზე საერთოდ არ უმოქმედია. გამოვიდი შეხვედრას ერთადერთი მე რომ მივედი, ერთადერთი კითხვა მქონდა თავში, რა რისკები არსებობს ამ საქმეში. პასუხად მივიღე არაფერი, რადგან როდესაც რეალურად ამ საქმეს იწყებთ თქვენ, არაფერს არ კარგავთ.
იძენთ პროდუქტს, თუ გინდა მოიხმართ და არ გააკეთებთ ბიზნესს, ან გააკეთებთ ბიზნესს. კიდევ ესეთი მომენტი არსებობს, რომ შეიძლება ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება და თქვას, რომ მე ერთ თვეში ვიწყებ ან ცოტა მეტ დროში. ასეთი ადამიანებისგან ძალიან ცოტა იწყებს შემდეგ, რადგან ჩვენ ცხოვრებაში ხდება გარკვეული მომენტები, რაღაცა პრიორიტეტები იცვლება და ასე შემდეგ. და ეს განაპირობებს იმას, რომ შემდეგ იდეა და შესაძლებლობა ქრება. ახლა ყველაფერი რაც მომისმენთ, ვინც ახლა უკვე ბიზნეს პარტნიორი ხართ, შეიძლება გაგახსენდეთ ეს მომენტი, რომ თქვენს გქონიათ ესეთი, ან ვინცაც საქმე არ დაგიწყიათ, სწორედ ამ მიზეზების გამო არ დაგიწყიათ. მესმის თქვენი, ბევრს უჩნდება ხოლმე ასეთი მიზეზები თავში, მაგრამ როდესაც ისინი მოიძიებენ და გაარკვევენ ყველაფერს, თურმე მიხვდებიან, რომ ეს ასე არ ყოფილა, როგორც ისინი ფიქრობდნენ. საქმისადმი ასეთი წარმოდგენები შესაძლოა ახალბედების მუშაობიდან იყოს გამომდინარე, მაგრამ თქვენ თუ დაუჯდებით მათ და კიდევ უფრო ყურადღებით მოусმენთ, მათგანაც მიიღებთ იმ სწორ პასუხებს, რაც უნდა მიგებოთ. პასუხი კითხვაზე კი, რომელიც ებადებათ ხოლმე ადამიანებს, თუ რატომ არ მონაწილეობენ ადამიანები ამ საქმეში, თუ ყველაფერი ასეთი ნათელია, დონ ფაილა, რომელიც იყო ერთ-ერთი სერიოზული პროფესიონალი ამ საქმის და მას აქვს დაწერილი წიგნი 10 გაკვეთილი ხელსაყოთზე და ეს წიგნი არის ამ საქმის კეთების კლასიკა. და გამიგი ადამიანები, რომ მხოლოდ ამ წიგნის კითხვითაც მიუღწევათ ძალიან მაგარ შედეგებს, პასუხს სცემს თავის წიგნში. არ იციან რა არის ეს სინამდვილეში. დღეს ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. შემდეგ ვიდეოს ჩავწერ თემაზე, თუ რა ნაბიჯებს ვდგავთ თავიდან ქსელურ მარკეტინგში. მადლობა ყურადღებისთვის, დაელოდეთ ჩემს ვიდეოებს, მომავალ შეხვედრამდე. აბა კარგად.